მოგესალმებით. ევროკავშირის გადაიარაღებისა და მთლიანობაში ევროკავშირის სამხედრო ალიანსად გარდაქმნის გეგმა არსად არ წასულა. ყოველი შემთხვევისთვის მილიარდების ხარჯვის გეგმა შეიარაღებაზე არსებობს და ევროკომისიის პრეზიდენტი, ისევე როგორც ბრიუსელის ბიუროკრატიის წევრები, ხშირად საუბრობენ ამ თემაზე. ურსულა ფონ დერ ლაიენი ევროკავშირის სამხედრო ალიანსად გარდაქმნაზე ცოტა ხნის წინათ საუბრობდა. ევროპარლამენტში დახურულ შეხვედრაზე მან სამხედრო თემებზე კიდევ ერთხელ გაამახვილა ყურადღება. შესაბამისად, ძალაში რჩება Deep State-ის, ანუ არაფორმალური ოლიგარქიული მმართველობის გეგმა ომის საშუალებით ევროკავშირის დასუსტებაზე. უკრაინაში მიმდინარე ომში ევროკავშირმა რამდენიმე ასეული მილიარდი დოლარი დახარჯა. ამას ემატება სანქციების პაკეტები, ევროკავშირის ენერგეტიკული სექტორისთვის შექმნილი პრობლემები, გაძვირებული ენერგომატარებლები. ამ ფონზე კიდევ იმაზე საუბარი, რომ ევროკავშირის სამხედრო ალიანსად უნდა გარდაიქმნას, მხოლოდ დაკვეთის შესრულებას ემსგავსება. რომს გადაიქცეს სამხედრო ალიანსად, ვის უნდა ეომოს ევროკავშირი? რაც შეეხება დაპირებებს ევროკავშირის სამხედრო ძლიერებაზე, აქ გრენლანდიის მაგალითმა წერტილი დაასვა. იმისთვის, რომ ევროკავშირის სამხედრო ძლიერება ეჩვენებინათ, ევროპელმა ლიდერებმა გრენლანდიაში 35 ჯარისკაცი გაგზავნეს. თუმცა ევროკომისიის პრეზიდენტი ურსულა ფონ დერ ლაიენი დაკვეთების შესრულებას გულდასმით მიჰყვება. ჯერ კიდევ გასული წლის მარტის დასაწყისში მან ევროპის გადაიარაღების გეგმა წარმოადგინა, რასაც ევროკავშირის მხრიდან 800 მილიარდი ევროს მობილიზება სჭირდება. საიდან უნდა მოიტანონ ეს თანხა რთული სათქმელია, მაგრამ ერთი რამ ნათელია. ამ გეგმით წევრი ქვეყნებისთვის 150 მილიარდი ევროს ოდენობის სესხების გამოყოფაზეც არის საუბარი. გარდა ამისა, დანაზოგებისა და ინვესტიციების კავშირით კერძო კაპიტალის მობილიზება უნდა მოხდეს. თანხების მობილიზებაში ევროპის საინვესტიციო ბანკებიც უნდა ჩაერთონ და მოკლედ ასე უნდა მოგროვდეს 800 მილიარდი евро. აქედან ნაწილი ევროკავშირის თავდაცვისთვის დაიხარჯება, ნაწილი უკრაინისთვის. იანვარში ფონ დერ ლაიენი კიდევ ერთხელ საუბრობდა იმაზე, რომ ევროკავშირის სამხედრო ალიანსად გარდაქმნა იყო საჭირო. საინტერესოა ის დეტალიც, რომ ამ ინიციატივასთან შეერთების სურვილი უკვე დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა, კირ სტარმერმაც გამოთქვა. თუმცა ერთია ის თუ როგორია Deep State-ის, ანუ არაფორმალური ოლიგარქიული მმართველობის დაკვეთა. მეორე არის ის, რომ ყველას ნამდვილად არ სურს დაკვეთების შესრულება. ევროკავშირის სამხედრო ალიანსად გადაკეთების გეგმაც სწორედ ასეთ წინააღმდეგობას აწყდება. გეგმის განხორციელება ხშირად ეროვნული ინტერესების გამო ჭიანურდება. გარდა ამისა, მწარმოებლები ჯერ კიდევ ველოდებიან თავდაცვის სამინისტროებისგან მკაფიო მითითებებს იმ პროდუქტებთან დაკავშირებით, რომელთა შეძენაც სურთ. კომპანიები ასევე სთხოვენ მთავრობებს უზრუნველყონ გრძელვადიანი ინვესტიციები. ბევრმა კომპანიამ გაზარდა წარმოება იმის ცოდნის გარეშე, თუ რა შეკვეთებს მიიღებენ. სამაგიეროდ ასეთი დაპირისპირებების გამო თავად ევროკავშირი იხლიჩება და ბრიუსელის ბიუროკრატია სულ უფრო ურთულდება ერთიანი პოზიციის შენარჩუნება. მაგალითად, დეკემბერში უკრაინას 90 მილიარდი ევროს ოდენობის სესხი დაუმტკიცა ევროკავშირმა, მაგრამ ამ სესხს არა 27, არამედ 24 წევრი ქვეყანა გადაინაწილებს. უნგრეთი, სლოვაკეთი და ჩეხეთი სესხის აღების წინააღმდეგი იყვნენ. ისევე როგორც წინააღმდეგობა აქვთ არალეგალური საიმიგრაციო პოლიტიკის, ბრიუსელის დიქტატისა და უკრაინაში საომარი პოლიტიკის მიმართ. რამდენად შესაძლებელი თუ შეუძლებელია ევროკავშირის სამხედრო ალიანსად გარდაქმნა, ნახეთ დათა გვასალიას სიუჟეტში. ევროგაერთიანება, რომელიც მშვიდობასა და ძლიერ ეკონომიკურ კავშირებზე იდგა, საომარ რიტმში გადასვლას ცდილობს. Deep State-ის მიერ მართული ევრობიუროკრატია და მთავრობები დიპლომატიაზე წინ სამხედრო მზადყოფნასა და მილიტარისტულ გეგმებს აყენებენ. ისე ჩანს, რომ ბრიუსელის მოქმედი პოლიტიკური ელიტა კონტინენტის მომავალს მშვიდობისკენ სწრაფვის ნაცვლად კონფლიქტისთვის მზადების გარშემო აყალიბებს. ეს პროცესი ჯერ კიდევ 2025 წლის პირველ თვეებში აქტიურად დაიწყო, როდესაც ურსულა ფონ დერ ლაიენმა განაცხადა. ჩვენ ყველამ გავიაზრეთ, რომ თავდაცვის სფეროში ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში ინვესტიციების ნაკლებობა იყო. ახლა კი უმნიშვნელოვანესია, რომ თავდაცვითი ხარჯები არა ერთჯერადად, არამედ ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში გავზარდოთ. ევროკომისიის კოლექტიური სრული სამხედრო მზადყოფნისკენ მოწოდებამ დააჩქარა ეროვნული მზადების პროცესი მთელ კონტინენტზე, რის შედეგადაც ფსევდოლიბერალური მთავრობები სულ უფრო მეტად ანიჭებენ უპირატესობას გადაიარაღებას. ყოველ შემთხვევაში მათი განცხადებებიდან და დაგეგმილი ნაბიჯებიდან ასე ჩანს.
ჩვენ გვჭირდება ევროპული თავდაცვის სწრაფი გაძლიერება და ეს საჭიროა ახლა გადაიარაღებული ევროპის გეგმის ფარგლებში ჩვენ შეგვიძლია მოვიზიდოთ 800 მილიარდ ევრომდე. ჩვენ ვაპირებთ გამოვიყენოთ ყველა ფინანსური ბერკეტი, რაც ხელთ გვაქვს, რათა გავაძლიეროთ და დავაჩქაროთ თავდაცვის წარმოება. ამისთვის ვთავაზობთ ახალ ფინანსური ინსტრუმენტს SAFE-ს, რომლის ფარგლებშიც წევრ სახელმწიფოებს შევთავაზებთ ცესხებს ევროპულ თავდაცვასთან დაკავშირებულ პროექტებში ინვესტირების მიზნით. ეს მოიცავს ახალი ქარხნების შექმნას და წარმოების ხაზების განვითარებას, რაც უზრუნველყოფს ხარისხიან სამუშაო ადგილებს აქვე ევროპაში. თუ ჩვენს ინდუსტრიულ ძალას სრულად გამოვიყენებთ, შევძლებთ აღვადგინოთ შეკავების ეფექტი მათ წინააღმდეგ, ვინც ჩვენს დაზიანებას ცდილობს. დადგა დრო ავაშენოთ ევროპული თავდაცვის კავშირი, რომელიც მშვიდობას უზრუნველყოფს ჩვენს კონტინენტზე, ერთიანობისა და ძალის მეშვეობით. ამბიციური მიზნები მგზნებარე სიტყვებში, თუმცა რა დგას რეალურად ამ სიტყვების მიღმა? რამდენად შეძლებს ევროპა დეესკალაციაზე ან მოლაპარაკებით მიღწეულ გადაწყვეტილებებზე ფოკუსირების ნაცვლად ევროპული დღის წესრიგის მილიტარიზაციას? ევროპის შეიარაღებული ძალები 10 წლეულების განმავლობაში გამოფიტული იყო. მათში სერიოზული შესაძლებლობითი ხარვეზებია. ზოგიერთს კი გაერთიანებული ოპერაციების ჩატარებაც კი უჭირს. გრენლანდიის ირგვლივ არსებულმა კრიზისმა კიდევ უფრო მკაფიოდ გამოაჩინა ევროპული სამხედრო პოტენციალი, როდესაც წევრმა ქვეყნებმა კუნძულის დასაცავად თითოეულა ჯარისკაცი გაგზავნეს, მალევე კი უკან გამოიხმეს. ეს კომიკურ სცენას უფრო ჰგავდა, თუმცა თუ ევროპის გადაიარაღების გეგმას პრაქტიკაში არსებულ რეალურ შესაძლებლობებს შევადარებთ, ყველაფერი ტრაგიკულობამდე მისულ კომედიას დაემსგავსება. საქმე იმაშია, რომ ევროპული ქვეყნები მძარდი ეკონომიკური კრიზისის ორმოში არიან გაჭედილი, რომელიც 2008 წლიდან შეუქცევადად ღრმავდება. ევრობიუროკრატიის ომზე ორიენტირებული პოლიტიკა კი ამ კრიზისს უფრო და უფრო აღრმავებს. კერძოდ 2008 წელს თუ ევროკავშირის წილი გლობალურ მშპ-ში 29,94% იყო, ანუ 19,23 ტრილიონი 64,23 ტრილიონიდან 2024 წელს ევროკავშირის წილი 17,46%-ია, ანუ 19,42 ტრილიონი 111,25 ტრილიონიდან. 2008-2020 წლების ეკონომიკური ზრდის ტემპის საშუალო მაჩვენებელი კი 0,52%-მდე შემცირდა. ცალკეული ქვეყნების მაგალითზე ესპანეთის ეკონომიკური ზრდის საშუალო ტემპი 2008-2024 წლებში 0,95%-ში ადგენდა, იტალიის 0,1%-ს, გერმანიის -0,3%-ს, საფრანგეთის 1,1%-ს. მსგავსი ტრაგიკული სურათის გათვალისწინებით ომის ეკონომიკაზე გადასვლა ევროპული ქვეყნების ბიუჯეტებისთვის სუიციდის ტოლფასია, რადგან თანხა, რომლითაც მილიტარისტული პოტენციალის ზრდაა გათვალისწინებული, ევრობიუროკრატიის გეგმით თითოეულ სახელმწიფოს ვალად დააწვება. ევროპიან კონსერვატივის სტატიაში ვკითხულობთ. ლატვიის თავდაცვის ბიუჯეტი 60%-ით, ხოლო ირლანდიაში 1,994%-ით გაიზარდა. თუმცა ევროკავშირის 27 წევრ სახელმწიფოში თავდაცვის ბიუჯეტის გაფართოება 2026 წელს ფისკალური პოლიტიკის ყველაზე რთული საკითხი იქნება. იმ პირობით, რა თქმა უნდა, თუ ეს ქვეყნები არ იტყვიან უარს სამხედრო ძალის განვითარების თამამ გეგმებზე. მათი დამატებითი ვალი, რომლის დაგროვებაც მოუწევთ 653 მილიარდ ევროს შეადგენს. ეს კი იმ ფონზე, როდესაც 27 წევრი ქვეყნის კონსოლიდირებული ვალი 14,5 ტრილიონ ევროს შეადგენს. თუმცა ისედაც კრიზისში მყოფი ევროპული ეკონომიკის მთავარი გამოწვევა ვალის ამგვარი ზრდით არ სრულდება. ევროკავშირის გადაიარაღების გეგმას, რომელიც ისედაც შეუსრულებელ მისიად ჩანს, კიდევ უფრო უტოპიურს ხდის დონალდ ტრამპის პოლიტიკა ნატოს ეგიდით, რომელიც წევრ სახელმწიფოებს თავდაცვის ხარჯების ზრდას მშპ-ს 5%-მდე სთხოვს. მოგეხსენებათ, რომ ნატოს სხვა წევრებმა უნდა იტვირთონ ევროპის დაცვის ტვირთი, მათ შორის ფინანსური. ხარჯები იყო 2%, ჩვენ ავწიეთ 5%-მდე, მათგან რამდენიმე მითხრა ბატონო, ჩვენ 20 წელია ვცდილობთ 3%-მდე გაზრდას. თუმცა ახლა ისინი ძირითადად ყველა 5% შეიტანენ. ცხადია, ეს კიდევ უფრო მეტ დანახად, შესაბამისად კიდევ უფრო ღრმა ეკონომიკურ კრიზისს ნიშნავს ევროპული კავშირისთვის. 2023 წელს ევროკავშირის 27 წევრმა სახელმწიფომ თავდაცვაზე 227 მილიარდი ევრო დახარჯა. ეს მათი მთლიანი შიდა პროდუქტის 1,3%-ში ადგენდა. თუ მათი თავდაცვის ბიუჯეტი მთლიანი შიდა პროდუქტის 5%-ში ადგენდა, ისინი თავდაცვის ხარჯებზე 860 მილიარდ ევროს დახარჯავდნენ. ამ ციფრების გათვალისწინებით მთლიანი შიდა პროდუქტის 5%-იანი თავდაცვის ასიგნებების მიზნის გათვალისწინებით სამხედრო ხარჯების ზრდა კიდევ უფრო დიდ გამოწვევას
მიღწევად იქცევა. მაშინაც კი თუ ევროკავშირის 27 სახელმწიფო გადაწყვეტს თავდაცვის ბიუჯეტების თანდათანობით გაზრდას, თქვათ წელიწადში 1 კვარტლით. ეს მაინც ნიშნავს, რომ მათ წლიური სესხის აღება 25-30%-ით მოუწევთ. მიუხედავად ციფრებში გამოხატული კონკრეტული გართულებებისა, რომელიც უფრო და უფრო გააღრმავებს კრიზისს ევროკავშირში, ევრობიუროკრატია, კერძოდ ურსულა ფონ დერ ლაიენი და მისი კომისრები ჯიუტად საუბრობენ. შემდეგი ევროკავშირის მრავალწლიანი ბიუჯეტისთვის უპრეცედენტო ამბიცია გვაქვს. ჩვენ შევთავაზეთ ევროკავშირის ბიუჯეტის 5 მაგი ზრდა თავდაცვისა და კოსმოსის მიმართულებით. ამ წინადადებას მტკიცედ უჭერს მხარს ევროპარლამენტი. თუმცა ერთი შეშფოთება მინდა გაგიზიაროთ. წევრი სახელმწიფოები შიშობენ, რომ ომის შესაძლებლობა შორს აღარ არის, რომ ომი შეიძლება დაიწყოს. ომის დაწყების სიახლოვე ის მთავარი პროპაგანდისტული ხაზია, რომლითაც ევრობიუროკრატები ევროპელების იმ ნაწილის გაჩუმებას ცდილობენ, ვისაც მიაჩნია, რომ დამატებითი ხარჯების გაწევა მილიტარისტული მიზნების ნაცვლად საზოგადოების რეალური საჭიროებისკენ უნდა მიემართოს. ენერგეტიკის, სურსათის, სამრეწველო ინდუსტრიის, ტექნოლოგიების განვითარების მიმართულებით. ევროპაში პრაგმატული ჯგუფები ხვდებიან, რომ ბრიუსელის მწვანე პოლიტიკამ, სანქციებმა და ომის რიტორიკამ საბოლოოდ დაანგრია ევროკავშირის, როგორც გლობალური მოთამაშის როლი. ახლა კი მილიტარიზაციაზე გაკეთებული სწორება ინერციით მიმავალი კავშირის საბოლოო მუხრუჭის ფუნქციას შეითავსებს. Under the slogan Peace Truth Strength. ლოზუნგით მშვიდობიანი ძალა ევროპა იარაღდება. ამ შეიარაღების მცდელობის სათავეში კი გერმანია დგას. შედეგი იქნება კიდევ უფრო სუსტი, უფრო ტოტალიტარული ევროპა, უფრო ღრმა ეკონომიკური კრიზისი ევროპული ქვეყნებისთვის. წარსულს თუ გავიხსენებთ, ერთადერთი სტრატეგიული მიზანი, რომლის განხილვაზეც ევროკავშირის ლიდერები შეთანხმდნენ მას შემდეგ, რაც რუსეთი უკრაინაში შეიჭრა, იყო ნატოს მიერ მხარდაჭერილი წარმატებული ომი უკრაინის სახელით, რომლითაც რუსეთი იძულებული იქნებოდა 2014 წლამდე არსებულ საზღვრებს მიღმა დაბრუნებულიყო. ამავდროულად ნიადაგის მომზადება უკრაინის ნატოში გაწევრიანებისთვის. ეს იყო გეგმა A და ერთადერთი გეგმა, რომელიც ევროპას ჰქონდა. თუმცა დიდი ხნით ადრე, სანამ დონალდ ტრამპი ხელახლა იქნებოდა არჩეული, ეს მიზანი აორთქლდა. მას შემდეგ გეგმა B-ს არარსებობის პირობებში და პანიკის შუაგულში ევროკავშირმა გადაიარაღება გამოაცხადა პანაცეად. სამწუხაროდ ევროპული შეერაღება მალე აღმოჩნდება იმაზე უარესი გამოსავალი, ვიდრე თავდაპირველი პრობლემა იყო. 2 წლეულის ეკონომიკური სტაგნაციით დასუსტებული ევროპა ცდილობს შეეგუოს იმ ფაქტს, რომ პრეზიდენტმა ტრამპმა მიატოვა ევროპა მის ილუზიებსა და ბოდოებთან ერთად და ამგვარად გადაიარაღება გახდა ევროპელი ლიდერების პირველივე იმპულსური რეაქცია. ევროპის რეანიმაცია წარმოშობს კიდევ უფრო სუსტ ევროპას, წევრ სახელმწიფოებს უფრო ღრმა ეკონომიკურ კრიზისში, რაც მთელ ევროკავშირს კიდევ უფრო უბიძგებს სრული გეოპოლიტიკური უსარგებლობისა და დისრეპუტაციისკენ. მაშინ მთავარი კითხვა უნდა დაისვას, რატომ მიდის ევრობიუროკრატია შეგნებულად ევროპის ეკონომიკური სუიციდისკენ? გადაიარაღების გეგმა ევროპელი ლიდერების სიტყვებში ძალიან ამაღელვებელია, მაგრამ თავადაც ამბობენ, რომ ეს მალე ვერ მოხდება. შედეგი რამდენიმე წლით დააგვიანებს. ჩვენ მივიღეთ რამდენიმე დოკუმენტი, რომლებიც ეხება ევროპული თავდაცვის მომავლის თეთრ წიგნს და ევროპის გადაიარაღების გეგმის მზადყოფნა 2030-ის განხორციელებას. 2030 წელი შედეგის სავარაუდო ორიენტირად. ახლა კი 2026 წლის მეორე თვეა. მსოფლიოში მოვლენები ელვის უსწრაფესად მიმდინარეობს და მოცემულობები ყოველდღიურად იცვლება. ასეთ ვითარებაში კი 2030 საკმაოდ შორ პერსპექტივად ჩანს. და აქაც ობიექტური გარემოებებიდან გამომდინარე რთულია გადაჭრით თქვა, შესრულდება თუ არა ევრობიუროკრატიის დაპირება. თუმცა მთავარ კითხვას უნდა დავუბრუნდეთ. თუ გადაიარაღების პოლიტიკით ევროპული ქვეყნების ეკონომიკა დამატებითი წნეხის ქვეშ ექცევა, თუ რისკია, რომ ამ ხანგრძლივი პროცესის ფინიშამდე გაერთიანება დაკარგავს გლობალური მოთამაშის როლს, მაშინ ვის ინტერესშია მთელი ეს მასშტაბური პროცესი? ვის ინტერესშია ომის რიტორიკა, ევროპის მილიტარიზაცია და იარაღის წარმოებაზე აქცენტი, მშვიდობისა და დიპლომატიის ნაცვლად? პასუხი ცალსახაა. Deep States, რომლის ერთ-ერთ მძლავრ ფინანსურ წყაროსაც სამხედრო ინდუსტრიული კომპლექსები წარმოადგენს. რუკაზე ხედავთ ევროპის კონტინენტზე მოქმედ სამხედრო ინდუსტრიულ კომპანიებს. გერმანიის Rheinmetall, ბრიტანეთის BAE Systems, ფინეთისა და ნორვეგიის Nammo და Kongsberg Defence and Aerospace, რომელიც საფრანგეთის Nexter-ისა და გერმანიის Wegmann-ის ალიანსია. ისინი აშკარა ლიდერები ხდებიან. მომდევნო წლებში სწორედ ეს კონგლომერატები მიიღებენ მსხვილ შეკვეთებს ჯავშან ტექნიკაზე, ძრავებზე, საბრძოლო მასალებზე, ელექტრონიკასა და სხვა
სხვადასხვა ტიპის შეიარაღებაზე. მაგალითად, Rheinmetall-მა, რომელიც აწარმოებს ჯავშან მანქანებს, ჰაუბიცებს, საბრძოლო მასალასა და სხვა პროდუქტებს, ბოლო კვირებში ბაზრის ღირებულება მკვეთრად გაზარდა და ამჟამად Volkswagen-საც კი უსწრებს. ასე რომ მილიტარისტული გიგანტები ევროპაში ოქროს ხანაში შედიან. ევროკავშირის ახლანდელ შეცვლილ სახეს სრულად გამოხატავს ფაქტი, რომ სამხედრო ინდუსტრია Rheinmetall-ი გერმანულ ავტომწარმოებელ გიგანტ Volkswagen-საც უსწრებს. ეს ერთგვარი სიმბოლური გამოხატულებაც კია, როგორ ტრანსფორმირდება მშვიდობასა და ვაჭრობაზე ორიენტირებული გაერთიანება მულტისამხედრო ორგანიზაციად, რომელიც მთლიანობაში გაერთიანებას ეგზისტენციური კრიზისის წინაშე აყენებს. გასულ კვირას ევროპის სახალხო პარტიამ ზაგრებში ლიდერების დონეზე შეხვედრა გამართა, სადაც ორი გადაწყვეტილება იქნა მიღებული. ერთი გადაწყვეტილება იყო ის, რომ ბრიუსელში გადაწყვეტილების მიღების პროცესში წევრი სახელმწიფოების ვეტოს უფლება უნდა გაუქმდეს. მეორე კი, რომ ევროკავშირი უნდა გარდაიქმნას სამხედრო ალიანსად. ეს იყო ის ორი გადაწყვეტილება, რომელიც მათ მიიღეს. ევროკავშირის სამხედრო ალიანსად გარდაქმნის განზრახვა ნათლად აჩვენებს, რომ ომი, რომელზეც ჩვენ ვსაუბრობთ, ბევრად უფრო პირდაპირ და სერიოზულ საფრთხეს წარმოადგენს, ვიდრე ეს აქამდე მიიჩნეოდა. კავშირი იმგვარად იმართება, რომ პრემიერ-მინისტრები ესწრებიან საბჭოს სხდომებს. მე ყოველთვის იქ ვარ და ეს შეხვედრები რეალურად საომარ საბჭოებს წარმოადგენს. იქ თითქმის საერთოდ არ განიხილება მშვიდობიანი სამოქალაქო ან განვითარების საკითხები. იქ განხილვის საგანი ომია. იქ პირდაპირ ითქმის, რომ ევროკავშირს სურს ფრონტის ხაზზე ომის მოგება უკრაინელების მეშვეობით. სლოვაკებთან და უფრო ფრთხილი პოზიციით ჩეხებთან ერთად ჩვენ სამნი ვართ. ამიტომ უახლოეს წლებში ჩვენ უნდა შევაჩეროთ ომში ჩათრევა და თუ ძალა შეგვწევს, ასევე უნდა შევაჩეროთ ის, რომ კავშირმა თავად არ გარდაქმნას საკუთარი თავის საომარ სამხედრო ალიანსად. არსებული რეალობის გათვალისწინებით ის, რაც ევროპის დაცვისა და გაძლიერების სახელით იფუთება, სინამდვილეში მისი დაშლისკენ მიმართული მწყობრი ნაბიჯებია. ერთი მხრივ შეერთებულ შტატებზე დამოკიდებულების გამო ვაშინგტონი ფლობს ბერკეტებს და აშანტაჟოს ევროკავშირი, რაც ნატოს ეგიდით თავდაცვის ხარჯების გაზრდის მოთხოვნაში გამოიხატება. If anyone thinks here, again, თუ ვინმე აქ ისევ ფიქრობს, რომ ევროკავშირს ან მთლიანად ევროპას შეუძლია საკუთარი თავის დაცვა ამერიკის გარეშე, და იოცნებოს. ეს შეუძლებელია, ჩვენ ამას ვერ შევძლებთ. მეორე მხრივ კი ევრობიუროკრატები ტრამპს სანდო პარტნიორად აღარ განიხილავენ და ევროპის მილიტარიზაციის პროცესს შტატების გაციებული დამოკიდებულების გამო აუცილებლობად ასახებენ. შესაბამისად ნატოს გენმდივანს, რომელიც ამბობს, რომ ევროპის გადაიარაღების გეგმა უტოპიურია, რადგან ის შტატების გარეშე მაინც ვერ მოახერხებს თავდაცვას. ამიტომ სჯობს თავდაცვის ხარჯების ზრდაზე ფოკუსირდეს მხოლოდ ნატოს ფარგლებში და არა მის მიღმაც ამერიკის აგენტად მოიხსენიებს ევროპული საბჭოს ყოფილი პრეზიდენტი შარლ მიშელი. Mark Rutte is disappointing. მინდა მკაფიოდ ვთქვა, მარკ რუტე იმედებს მიცრუებს და ვკარგავ მის ნდობას. მე არ ველოდი, რომ მარკ რუტე ამერიკელ აგენტად გადაიქცეოდა. მე ველოდი, რომ მარკი იმუშავებდა ნატოს შიდა ერთიანობაზე. სინამდვილეში კი შტატების ზეწოლაც და ევროკომისიის გადაიარაღების პოლიტიკაც ერთი შედეგისკენ მიმავალი ორი გზაა. შედეგისკენ, რასაც ევროპის დასუსტება ჰქვია. Since inception, the architecture დაარსების დღიდან ევროკავშირის არქიტექტურა განასახიერებდა რწმენას, რომ საერთაშორისო კანონის უზენაესობა, რომელსაც მხარს უჭერენ სანდო ინსტიტუტები, ხელს უწყობს მშვიდობასა და კეთილდღეობას. ვინაიდან არც ერთ ევროპულ სახელმწიფოს არ შეუნარჩუნებია უნარი თავი დაეცვა მარტოს, ჩვენი უსაფრთხოების დოქტრინა ჩამოყალიბდა იმ დაცვით, რომელსაც ამერიკა უზრუნველყოფდა. ჩვენ ვდგავართ შეერთებული შტატების წინაშე, რომელიც ყოველ შემთხვევაში თავის ამჟამინდელ პოზაში ხაზს უსვამს იმ ხარჯებს, რაც მან გასწია და უგულებელყოფს სარგებელს, რომელიც მან მიიღო. ის აწესებს ტარიფებს ევროპაზე, საფრთხეს უქმნის ჩვენს ტერიტორიულ ინტერესებს და პირველად ცხადყოფს, რომ ის ევროპის პოლიტიკურ ფრაგმენტაციას საკუთარი ინტერესების სამსახურში ხედავს. ეს არის მომავალი, რომელშიც ევროპა რისკავს გახდეს დაქვემდებარებული, დაყოფილი და დეინდუსტრიალიზებული ერთდროულად. ევროპა, რომელიც ვერ იცავს თავის ინტერესებს, ვერც თავის ღირებულებებს შეინარჩუნებს დიდხანს. სწორედ ასე მიემართება ევროგაერთიანება კოლაფსისკენ. უფრო სწორედ Deep State-ის მართულ ბიუროკრატებს მიხავთ ის გარდაუვალ ფიასკომდე, ნაცვლად კრიზისიდან ამოყვანისა. მშვიდობის მაგივრად ომის პროპაგანდით, დიპლომატიის მაგივრად მილიტარიზაციით, ენერგეტიკასა და ვაჭრობაში განსახორციელებელი ინვესტიციების მაგივრად კოლოსალური რაოდენობის თანხების სამხედრო ინდუსტრიული კომპლექსისკენ მიმართვით. საბოლოოდ კი თვალს ვადევნებთ გარდამტეხ ეტაპს, როდესაც იმარჯვებს არაფორმალური ოლიგარქიული მმართველობა. ხოლო წარსულს ეძლევა ერთდროს მიმზიდველი, ძლიერი და ღირებულებებზე დაფუძნებული ევროგაერთიანება. ბრიუსელის ბიუროკრატიაში შიდა დაპირისპირებები იზრდება და ამაზე უკვე ვეღარც მედიაში მალავენ ინფორმაციას და აღარც მოქმედი თუ ყოფილი მაღალჩინოსნები მალავენ განწყობებს.
იტალიის ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა და ევროპის ცენტრალური ბანკის ყოფილმა პრეზიდენტმა მარიო დრაგიმ განაცხადა, რომ ევროპას ემუქრება რისკი ერთდროულად აღმოჩნდეს დაქვემდებარებული, დანაწევრებული და დეინდუსტრიალიზებული. პოლონეთის პრეზიდენტმა ევროკავშირს ჩამავალი ვარსკვლავი უწოდა. ასეთია Deep State-ის, ანუ არაფორმალური ოლიგარქიული მმართველობის დაკვეთების შესრულების შედეგი. მე იოანე შაიშმელაშვილი ვარ, კვირაში 4 ჯერ, 21 საათსა და 15 წუთზე. უყურეთ ევროკრატიას.